დღეს არის შაბათი 21 მარტი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 8 მარტი და ჩვენ ახლა ვიმყოფებით სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც მიმდინარეობს სამგლოვიარო პროცესია, 24 საათიანი ლოცვა, 24 საათი არ წყდება რიგი ადამიანებისა. დღეს ჩვენ ვემშვიდობებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტს ძიცა მეუფესა მამასა ჩვენსა ილიას. ორმაგი გრძნობა, ერთი არის რაღაცა უდიდესი მწუხარება, რომელსაც მთელი ქვეყანა და მინდა გითხრათ, რომ არა მარტო ჩვენი ქვეყანა, მთელი მართლმადიდებელი სამყარო, ვიტყოდი რომ მთელი ქრისტიანული, არა მარტო ქრისტიანული სამყარო გამოხატავს. ეს არის განშორების მწუხარება უწმინდესთან და უნეტარესთან, ილია მეორესთან და მეორე გრძნობა, ეს არის საოცარი სიხარულის განცდა. საოცარი სიხარულის განცდა, რომელსაც შეიძლება მიწიერი თვალსაზრისით ახსნა არ გააჩნია. ერთადერთი, რასაც შემიძლია ეს შევადარო, ეს არის სახარებაში აღწერილია თუ როგორ დაემშვიდობენ მოციქულები იესო ქრისტეს, რომელიც ამაღლების, ესე იგი, უпростоრეთ აღდგომის შემდეგ 40 დღე ყოველდღე ეცხადებოდა და ბოლოს აიყვანა ისინი ამაღლების ანუ ელეონის მთაზე და იქიდან ამაღდა ზეცად და დაემშვიდობა და ესე წერია სახარებაში, რომ დიდი სიხარული დაეუფათ მოციქულებს და გახარებულები ბრუნდებოდნენ იერუსალიმში. ხო და აი რა შეკითხვა არა, რა უხაროდათ, რატო უხაროდათ, ისინი ხო მეტი დედამიწაზე იესო ქრისტეს ესე ჩეხორციელად ვეღარ ნახავდნენ. ხო და რა იყო ეს სიხარული? სიხარული სწორედ ის იყო, რომ ეს განშორება იყო დასაბამი დიდი შეხვედრის, დიდი სიხარულის, როდესაც სულიწმინდა უნდა გარდამოსულიყო და როგორც უფალმა ძანა, თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა, თქვენისათა, ვიდრე აღსასრულად მდე სოფლისა, ანუ ყოველდღიურად. აი ეს არის ჩვენი დღევანდელი სიხარულის მიზეზი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატრიარქს ვემშვიდობებით. პატრიარქი ჩვენთვის არის ცოცხალი პატრიარქი და მან დაგვიტოვა რაღაც ისეთი დიდი, რომ ჯერ არ ვიცით კარგად, რაღაცა დიდი შეიძლება ითქვას, არ ვიცი, ყუთი თუ საჩუქარი დაგვიტოვა, რომელიც უნდა გავხსნათ და დავათვალიეროთ რა არის შიგნით და ამის გამოხსნას, ამის შემეცნებას დაჭირდება ძალიან დიდი დრო. რა დაგვიტოვა ჩვენმა პატრიარქმა? ყველა დღეს ამას კითხულობს, რომ აი რა არის პატრიარქი, რა მოვლენაა, რა ეპოქაა ეკლესიის თუ ქვეყნის ისტორიაში. და მინდა გითხრათ, რომ ამ კითხვაზე ესე მოკლე და უცხო, ესე იგი პასუხი, სწრაფ პასუხი არ არსებობს. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჩვენ ცოტა ხანი უნდა ვიცხოვროთ, უნდა გავიდეს რაღაც დრო, რომ ყოველდღე გამოჩნდება ალბათ რაღაც ახალი, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ ვლაპარაკობ რა გრანდიოზული არის, ესე იგი, ეს ქართველი ერის გამომშვიდობება პატრიარქთან, არ წყდება ეს ნაკადი არც დღე, არც ღამე და იყო ესეთი აზრი სინოდის წევრებს შორის, იყო ესეთი აზრი, რომ კვირას კი არა, სამშაბათს ხო არ დავასაფლავოთ, რომ ხალხმა მოასწროს დამშვიდობება და ბოლოს ითქვა, რომ არა. არა იმიტომ, რომ ვერ მოასწრებს, მაინც ვერ მოასწრებს ხალხი დამშვიდობებას და ალბათ ეს ნაკადი ასეთივე სიმძაფრით გაგრძელდება და მის საფლავთან იქნება და ეს საფლავიც მინდა გითხრათ, იყო საუბარი, სად დასაფლავებულიყო სიუნში, როგორც მან თვითონ დაიბარა, თუ ამ სამების ტაძარში, რომელიც მან თვითონ დადგა ძეგლი ქართული სულის, რომელსაც ახალი სვეტიცხოველი უწოდეს უკვე და თუ სვეტიცხოველში და სინამდვილეში მინდა გითხრათ, რომ ის რო გადაწყდა, რომ სიონის ტაძარში დაიგრძალოს, როგორი თვითონაც იყო თავმდაბალი და მოგძალებული და ბრძანა თვითონ, რომ იქ დავსაფლავებულიყო, მინდა გითხრათ, რომ ესეც ძალიან მალე შეიცვლება, იმიტომ რომ მე აი ყოველგვარი ცითამამით მინდა ვთქვა, არ მეშინია ამისთვის, რომ ძალიან მალე დადგება უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის ინტრონიზაციის საკითხი, ძალიან მალე, როგორც კი დრო მოიტანს ამას, ეს მალე მოხდება და როგორც კი ეს საკითხი დადგება და როგორც კი გადაწყდება, მაშინვე იქნება დადგენილება მისი საფლავის გახსნის, შემდეგ მისი წმინდა ნაწილების ამობრძანების და რა თქმა უნდა ეს წმინდა ნაწილები, რა თქმა უნდა აქ სამების ტაძარში, ნუ ჩემი აზრით, რა თქმა უნდა დაბრძანდება
და მაშინ კი უკვე ყველას ექნება საშუალება მასთან იაროს. დღეს მსოფლიოში გვაქვს რაღაცა მსგავსი მოვლენები, როდესაც აქა თუ იქ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას აი ესეთი უწყვეტი ნაკადი არის ქრისტიანების გარდაცვლილ წმინდანთან. და აი მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება საქართველოში, ეს იქნება საოცარი მოვლენა, დღეს უკვე არის და საოცარი მოვლენა იქნება. მე რა თქმა უნდა, მისი ცხოვრების, მისი მოღვაწეობის შეფასებას ახლა ვერ შეუდგები, შეუძლებელია ახლა ესე სწრაფად. მაგრამ მე ესეთი რამ მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენ აღვნიშნეთ მისი მოღვაწეობის 40 წლის იუბილე, როდესაც დავიწყეთ ამ იუბილეს აღნიშვნა, მე პირადად დიდხანს ვიმუშავე მისი ცხოვრების აღწერაზე, უფრო სწორედ ცხოვრების აღწერაზე კი არა, მისი ღვაწლის აღწერაზე და დავწერე მცირე, ესე იგი, მცირე, არ ვიცი რა დავარქვა, თხზულება 40 წლის განმავლობაში მისი მოღვაწეობის აღწერაზე და იცით, თავისით გაჩნდა ესეთი აზრი, რომ რაც უფრო დრო გადიოდა, რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მის ყოველ ნაბიჯს, მის ყოველ გაკეთებულ საქმეს ემატებოდა ამისი მნიშვნელოვნების განცდა. ანუ, ესე იგი, რასაც აკეთებდა ის ყველაფერი ძალაში და კიდევ ერთი ნაბიჯი. და ეს ყოველი ნაბიჯი, თვითონ ერთი ნაბიჯი ყველა გადადგმულ ნაბიჯს უდრიდა და მე მაშინვე ვფიქრობდი იმას, რომ აი გასრულდა 40 წელი მისი მოღვაწეობის და საოცარი შედეგი გვაქვს ქვეყანაში. ჯერ კიდევ 10 წლის წინ შეიძლება და ამაზე ლაპარაკი რა თქმა უნდა და აი რა უნდა იყოს შემდეგი ნაბიჯი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩვენი უწმინდესი რაღაც ისეც გააკეთებდა, რომელიც აი ამ გავლილ 40 წელიწადს კიდე გადაწონიდა, მოკლედ ჩემი აზრით და მინდა გითხრათ, რომ ეს ასეც მოხდა სინამდვილეში. მე არ შემიძლია, რომ კიდევ ერთხელ არ მოვიტანო სახარებისეული შედარება უფალთან, რომელიც მოვიდა დედამიწაზე, განკაცდა, რომელმაც ადამიანებს ძალიან დიდი დახმარება გაუწია და სახარებაში როგორც წერია, მრავალი სასწაული აღასრულა და იოანე ღვთისმეტყველი წერს, რომ კიდევაც რომ შეიძლებოდეს ამ სასწაულების აღწერა, კიდევაც რომ შეიძლებოდეს. არ ამგონია, რომ დედამიწამ დაიწიოს აღწერილი წიგნები. და მე მინდა გითხრათ, რომ პატრიარქის შესახებაც შეიძლება ასე ითქვას. აი ეს 40 წელი, პირველი აი ეს განსაკუთრებით ეს 40 წელი, როგორც მან გაატარა პატრიარქობის, აი ამ ამბების აღსაწერად ალბათ არის საჭირო 40 წელი ზუსტად საუბრო, იგი სულ მოქმედებდა, იგი სულ მოღვაწეობდა. წუთი არ იყო, რომ იგი საქართველოზე არ ზრუნავდა და რომ აი ჩვენზე თითოეულ ჩვენთაგანზე და ამიტომ ამ ამბების აღწერას, აი რომ შეიძლებოდეს მართლა ამის აღწერა 40 წელი დაჭირდება ამის აღწერას კი არა, წაკითხვას ამის. მაგრამ მე სხვა რამე მინდა ეხლა თქვა. აი გავიდა ეს 40 წელი და დაიწყო სრულიად ახალი მოვლენა, სრულიად ახალი ეტაპი, რომელსაც აი ვერ გეტყვით, სახელი არა აქვს საერთოდ. ეს იყო მისი სვლა გოლგოთის გზაზე. მთელი ცხოვრება ასე იყო, მაგრამ აი გოლგოთის ბოლო აღმართი მან გაიარა ბოლო 10 წლის განმავლობაში და ეს იყო, როდესაც აი 2017 წელს დაიწყო თავდასხმები პატრიარქზე, გაუგებარი საერთოდ. აი რა შუაშია, რატო შეიძლება ასეთ პატრიარქს? აი ჩვენ დღეს ხედავთ, როგორ პატრიარქთან გვაქვს საქმე. დღეს ჩვენ ხედავთ, როგორი საყოველთაო მის მიმართ არის თაყვანისცემა. რა მთელი ერი მოდის და არ იწევს ეს ტაძარიც კი ეს ვებერთელა ტაძარი, რომელიც მან თვითონ ააგო, რომელიც არის ხატი დღევანდელი საქართველოს, აი ეს არ იწევს ქართულ ხალხს. საათობით განან ადამიანი რიგში რომ შემოვიდნენ და ერთი საპატიო წრე დაარტყან, ესე იგი უწმინდესის ერთი საპატიო წრე შემოვარონ უწმინდესის სხეულს და აი ეს არის დღეს ხედავთ როგორი პატრიარქი ყავს და აი ამ პატრიარქზე დაიწყო საშინელი თავდასხმები, საშინელი ცილისწამებები. ესე იგი, მე რა თქმა უნდა ამას ახლა არ გავემეორებ, როგორი ცილისწამებები, ესე იგი, რომ ესე იგი, აი
სრულებით გონებისათვის დაუჟერებელი და მიუწვდომელი. ისეთი ბრალი დაძეს, ისეთი ცილი დასწამეს, საჯაროდ, ოღონდ საჯაროდ ხდებოდა ეს და იცით მე სულ ფიქრობდი რომ რა არის, აი რა ხდება ეს რა მოვლენაა. და იცით რას ფიქრობდი რომ როგორ შეიძლებოდა ესე იგი რომ აი მე სულ მეგონა ჩემ თავზე მაგალითად და სხვა ადამიანები სად იყვნენ ის მაშინდელი ქრისტიანები, როდესაც ქრისტე გააკრეს ჯვარზე. აი როგორ შეიძლებოდა, რატო არ შეიძლებოდა რომ ქრისტე ესე იგი გადაგვერჩინა, ესე რომ ვთქვათ, ადამიანური თვალსაზრისით. და აი ჩვენი თვალით ვნახეთ ეს ყველაფერი, აი ჩვენი უძლურება, რომ აი ჩვენ ვერ დავიცავით ჩვენი პატრიარქი აი ამ წილისწამებისგან, რატო? იმიტომ რომ ეს იყო გზა, რომელიც მას უნდა გაეღო. ეს იყო ნამდვილი ჭეშმარიტი მოწამეობრივი გზა. იგი არის ჩვენი პატრიარქი, არის მოწამე პატრიარქი და ეს დასრულდა პატრიარქის გარდაცვალებით, გაეკრა ჯვარზე. პირდაპირ მნიშვნელობით გაეკრა ჯვარზე, აღესრულა და იგი მთელი ცხოვრება ესე იყო, მაგრამ აი დღეს თვალნათლივ სისხლი დაღვარა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის სისხლი, რომელიც ჩვენ გამოგვისყიდის. იცით, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ მოვლენების სწორი შეფასება. დღეს ვეღარასოდეს ვეღარაფერს ვეღარ შევცვლით ჩვენ იესო ქრისტეს ჯვართმასთან დაკავშირებით. ვინ იყო დამნაშავე, ვინ იყო ის ადამიანები, ვინც ესე მოიქცნენ, არავის არ აინტერესებს ეს. ერთადერთი, ვინც შემორჩა ისტორიას სამწუხაროდ, ეს არის იუდა, რომელმაც ესე გასცა და უღალატა ქრისტეს და მორჩა, მაგრამ ესეც თვითონ იესო ქრისტე ამბობდა, რომ წერილი უნდა აღსრულებულიყო. ხო და აი იმას ვამბობდი, რომ ეს წერილი აღესრულა დღეს პატრიარქს. პატრიარქმა დღეს თავისი საოცარი ღვაწლი, მოწამეობრივი სიცოცხლი და მოწამეობრივი აღსასრულით დღეს დაადასტურა მისი საოცარი სიყვარული ჩვენი ქვეყნისადმი, თითოეული ჩვენთაგანისადმი. ბევრი თემაა, რომელსაც შეიძლება რომ დღეს შეეხოს ადამიანი, მაგრამ ნუ ეხა ესე მოკლე დროში შეუძლებელია და მე ვიტყოდი ერთადერთ რამს, რომ პატრიარქი თავისი პიროვნების სიდიდით ფარავს ამ ყველაფერს. პატრიარქი ძალიან დიდია. ჩვენ საოცარი მაგალითი გვაჩვენა პატრიარქმა მამა გაბრიელისადმი, სიყვარულით, მამა გაბრიელისადმი, თაყვანისცემით, პატრიარქის დიდი შრომით შეირაცხა მამა გაბრიელი წმინდანად სულ მალე გარდაცვალებიდან და მან ჩვენ ამისი მაგალითიც მოგცა, რაც ეკლესიის ისტორიაში ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ წმინდანად რაცხავენ ადამიანს, ვისაც იცნობდნენ. მე მამა გაბრიელს ვიცნობდი და მე, როდესაც ვღებულობდი ამ მის წმინდანად შერაცხვაში მონაწილეობას, ეს ერთადერთი კითხვა მქონდა პატრიარქისადმი, ყველასადმი, რომ მე როგორ შემიძლია ამ შეფასების გაკეთება და პატრიარქმა მოგვანიჭა ჩვენ ეს უფლება, რომ ჩვენ ვთქვათ, ვინ არის წმინდანი და აი ამ უფლებით, მონიჭებული უფლების ძალით მე ვამბობ, აი ღვთის წინაშე, ვამბობ ადამიანების წინაშე, რომ მე არა მარტო ვთვლი ამას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ჩვენი დროის უდიდეს წმინდანთან. ყველაზე დიდი წოდება წმინდანისათვის, რომელიც ირაცხება, ეს არის მოციქული. მოციქულზე სახარებაში წერია, რომ ყველაზე დიდი ღვაწლი ეს არის მოციქულები. ჩვენი პატრიარქი იყო ჩვენი დროის 21 საუკუნის მოციქული. და ამითი ყველაფერია, ნათქვამი, მოციქული მოწამეც იყო, მოციქული აღსარებელიც იყო, მოციქული მკურნალიც იყო, მოწყალეც იყო, ყველაფერი ერთად იყო მოციქული. აი ეს ქრისტეს 12 მოციქული და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პატრიარქი მალე შეირაცხება წმინდანად და დარწმუნებული ვარ, რომ მას ეწოდება მოციქულთა სწორი და ამიტომ მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩვენ მთელი ეს პერიოდი ლოცულობდით, რომ მასთან ერთად მისი აღსაყდრების 50 წლის იუბილე აგვენიშნა და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თხოვნა ღმერთმა შეისრულა. სულ რაღაც რამდენიმე თვეში ჩვენ ვაპირებდით, რომ დაგვეწყო ამ საიუბილეო ღონისძიებების დაწყება. და დღეს ითხოვობენ ადამიანები 102 ფსალმუნი გავაგრძელოთ თუ შევწყვიტოთ. მე მინდა ყველას გთხოვოთ, ვიკითხოთ 102 ფსალმუნი
იმიტომ რომ იქ არის ასეთი სიტყვები განახლდეს ვითარცა ორბისა სიჭაბუკე შენი ეს არის ბიბლიური ესე იგი გამონათქვამი ეს არის ეს ფენიქსებრი განახლება და ეს განახლება იქნება პატრიარქის წმინდანად შერაცხვა. მალე შეირაცხება, ცოტა კიდე გაუძლოთ და წავიკითხოთ 102 ფსალმური. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა მოგწეს ჩვენ ყველას აი ეს უნარი, რომ დავინახოთ როგორი დიდი იყო ჩვენი პატრიარქი. დღეს არის შაბათი 18 უბრალოდ 21 მარტი და 8 მარტი საეკლესიო კალენდრი და მე არ შემიძლია რომ დღევანდელი წმინდანების შესახებაც არ გელაპარაკოთ და ამიტომ ჩვენ ახლა გადავინაცვლებთ ახალქალაქში და შემდეგი საუბარი იქნება სწორედ ახალქალაქიდან. ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.